მოგესალმებით. ევროკავშირი არის გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკური პროექტი, რომელსაც მართავს ზე სახელმწიფოებრივი და ზე ეროვნული სტრუქტურები. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის შექმნისას და დღემდე ყველა იმაზე საუბრობს, რომ ევროკავშირი წევრი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს იცავს, საქმით მაინც საპირისპირო ხდება. დღეს ევროკავშირი და განსაკუთრებით ევროპული კომისია გადაქცეულია ერთ დიდ ბიუროკრატიულ მანქანად, რომელიც გულდასმით მიხვება გლობალისტურ და ნეოლიბერალურ იდეებს. ეს ეხება არალეგალურ მიგრაციას, LGBT პროპაგანდას, ტრადიციულ ღირებულებებთან ბრძოლას და ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების მორღვევას, რაც თავისთავად იწვევს ნელ, მაგრამ შეუქცევად ეკონომიკურ უკუსვლას. LGBT იდეოლოგია ვერ გახდება დომინანტი, თუ იქამდე ოჯახის ინსტიტუტთან არ იქნება ბრძოლა. გლობალისტურ და ნეოლიბერალურ მიდგომებს ეხება მოსახლეობის შემცირების საკითხიც. დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობის კონტროლი და მოსახლეობის შემცირება გლობალისტური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მოსახლეობის რაოდენობას თავისი დატვირთვა აქვს, რაც ეხება ერთი მხრივ გლობალური რესურსებით სარგებლობის საკითხს და მეორე მხრივ გავლენის სფეროების მართვის გაადვილებას. რაც უფრო მეტია მოსახლეობა, მით უფრო რთულია მართვა და პირიქით, რაც უფრო მცირეა მოსახლეობა, მით უფრო მარტივია მართვა და საკუთარი პოლიტიკური ხედვების დამკვიდრება. ამ გეგმაში ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები არათუ გამონაკლისი არ არიან, არამედ ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ევროკავშირის დასუსტებისა და გეოპოლიტიკური ჭადრაკის დაფიდან მისი ჩამოშორების გეგმა შტატების Deep State-მა ჯერ კიდევ 2006 წელს აამოქმედა, როდესაც ევროკავშირის ეკონომიკამ $1.5 ტრილიონი აჯობა ამერიკის ეკონომიკას. აქედან მოყოლებული თანმიმდევრულად მუშაობდა გეგმა, თუ როგორ მოეგვარებინათ ევროკავშირის მხრიდან ძლიერი კონკურენციის პრობლემა. სწორედ ამას ემსახურებოდა ყველა ის შემდგომი პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირს თავს მოახვიეს. ევროკავშირის სტრუქტურებმა კი დირექტივების ზედმიწევნით შესრულება დაიწყეს. ამ პოლიტიკაში შედიოდა საზღვრებზე კონტროლის შერბილება და არალეგალური მიგრაციის დაშვება, LGBT პროპაგანდა და LGBT იდეოლოგიის დანერგვა, განსაკუთრებით ბავშვებში. ამ პოლიტიკის ნაწილი იყო უკრაინაში პროცესებიც, დაწყებული მაიდანიდან და დასრულებული დღევანდელი ომით. სწორედ 2014 წლიდან დაიწყო სანქციების პოლიტიკა რუსეთის მიმართ. მიზანი კი ევროპის ქვეყნების წარმოების ჩახსნა იყო რუსული იაფი ენერგორესურსებისგან. ეს გეგმა 2022 წლის შემდეგ განსაკუთრებული სიძლიერით ამოქმედდა. ევროკავშირმა სანქციების 16 პაკეტი დაუწესა რუსეთს. ააფეთქეს ჩრდილოეთი ნაკადის 4-დან 3 მილსადენი. ამის შედეგი არის ევროპის ეკონომიკური კრიზისი, რომლის მაგალითადაც ერთ დროს გერმანული ავტოგიგანტის Volkswagen-ის მაგალითიც კმარა, რომელმაც ქარხნების დახურვის და მხოლოდ გერმანიაში 30,000 თანამშრომლის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, LGBT პროპაგანდა და ომის ფონზე ბუნდოვანი მომავალი აისახება მოსახლეობის რაოდენობაზეც. თუ კი სტატისტიკას შევხედავთ, კარგად გამოჩნდება, თუ რა მდგომარეობაში არის დღეს მთლიანობაში ევროკავშირი დემოგრაფიული კუთხით. დღევანდელი მოცემულობით ევროპის ტერიტორიაზე დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. პროგნოზის მიხედვით 2050 წლისთვის ეს რაოდენობა უნდა შემცირდეს. თუ იმასაც შევხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2015 წლიდან, ევროპაში წელიწადში 1,5 მილიონი მიგრანტი შედის, გასაგები გახდება, რომ კლება ევროპელი მოსახლეობის ხარჯზე იქნება. არავისთვის არის დასამალი, რომ ევროპის ქვეყნებში შესულ მიგრანტებში შობადობა უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ევროპელ მოსახლეობაში. ესეც გლობალისტური და ნეოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი შედეგია. რადიკალურმა ფემინიზმმა და LGBT იდეოლოგიამ ქალი რევოლუციონერად აქცია, რომლის მთავარ დანიშნულებად ეგრეთ წოდებულ სისტემასთან ბრძოლა გამოაცხადა. რა სისტემაზეა საუბარი, ეს ნათლად და სრულად კარგად არც თავად რადიკალ ფემინისტებში ესმით. სამაგიეროდ სრულდება გეგმა და მცირდება ევროპის მოსახლეობის რაოდენობა. აქვე ვთქვათ ისიც, რომ არსებობს შობადობის კოეფიციენტი. ეს კოეფიციენტი არის 1 ქალზე 2 და 1/10, ანუ უხეშად 1 ქალზე 2 შვილი. ეს კოეფიციენტი აუცილებელია მოსახლეობის არსებული რაოდენობის შესანარჩუნებლად. ხოლო თუ კოეფიციენტი დაბალია, მაშინ მოსახლეობის რაოდენობა კლებისკენ მიდის. შევხედოთ ევროპის საერთო მაჩვენებელს. თუ კი შობადობის კოეფიციენტი 1955 წელს 1 ქალზე 2 და 6/10 იყო, 2025 წელს კოეფიციენტი 1,4 შეადგენს. ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ ევროპის მოსახლეობის რაოდენობა სტაბილურად მცირდება.
შობადობაზე აისახება ზოგადი პოლიტიკური და ეკონომიკური მოცემულობაც. რაც უფრო ბუნდოვანია პროცესი და მომავალი, მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოჯახები შეიქმნას და შობადობის კოეფიციენტი გაიზარდოს. ამას თუ LGBT იდეოლოგიას დაემატება და ბავშვებს სკოლაშივე იმით გაუბრუებენ თავს, რომ სქესის არჩევა თურმე თავად შეუძლიათ და სქესის შეცვლის პროცედურებიც ხელმისაწვდომი და პოპულარიზებული იქნება, მოსახლეობის შემცირება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მოხდება. ამიტომაც იყო, რომ შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში სიტყვით გამოსვლისას აცხადებდა ასეთი პროცედურების აკრძალვის და LGBT იდეოლოგიასთან ბრძოლის დაწყების შესახებ. ეს ბრძოლა არ იქნება ადვილი შტატებში, მით უმეტეს რთული იქნება ევროკავშირში. სხვადასხვა ძალიან საინტერესოა, რომ საქართველოში შობადობის კუთხით ვითარებამ ტრამპის ადმინისტრაციის წევრის ილონ მასკის ყურადღებაც მიიქცია. მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნაცვლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა. ეს ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის ხედვის კიდევ ერთი მაგალითია. ევროპის ქვეყნებში რთული დემოგრაფიული ვითარების შესახებ ნახეთ დათა გვასალიას სიუჟეტი. ევროპა 10 წლეულების განმავლობაში წარმატებასთან, სტაბილურობასთან, ეკონომიკურ სიძლიერესთან, ღირებულებებზე დაფუძნებულ ცხოვრების მაღალ სტანდარტთან ასოცირდებოდა. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ესწრაფვოდა ოცნების ახდენას პარიზში, ბერლინში, ლონდონში, რომში, მადრიდში, ლისაბონში, სტოკჰოლმსა და სხვა ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში. მაგრამ როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება. კონტინენტი, რომელიც თავისუფლებისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ იყო ქცეული, 2024 წელს იქცა ერთადერთ კონტინენტად მსოფლიოში, სადაც მოსახლეობა შემცირდა. შედეგები სანდო წყაროს, World Metris მონაცემებს ეფუძნება, რომელიც რეალურ დროში აწარმოებს სხვადასხვა ტიპის სტატისტიკებს. ეს საგანგაშო მაჩვენებელი ბევრი ფაქტორით არის გამოწვეული და კომპლექსური პრობლემების ერთობლიობის შედეგს წარმოადგენს, რომლის საწყისიც ევროპისთვის გარედან თავს მოხვეული ფსევდოლიბერალური დღის წესრიგია, რამაც ევროპა იმ ღირებულებებისგან დაცალა, რაც მას მიმზიდველს ხდიდა, ძლიერს და სტაბილურს. ესენია ეროვნული თვითმყოფადობა, ქრისტიანული კულტურა, ტრადიციული ღირებულებები, ეკონომიკური სიძლიერე. დროთა განმავლობაში ფსევდოლიბერალურმა იდეოლოგიამ სრულად შთანთქა ევრობიუროკრატია. შედეგად კი გარედან მართულმა ძალებმა ბრიუსელში და მათმა გადაწყვეტილებებმა ევროპა კოლაფსამდე მიიყვანა. მოშალა ყველა ფუნდამენტი, რაზეც ევროპული ცივილიზაცია იდგა და შედეგად მიიღო მოსახლეობის დრამატული შემცირება. ევროპის ორი ყველაზე დიდი ქვეყნის მაგალითს რომ შევხედოთ, 2023 წელს გერმანიაში 693,000 ბავშვი დაიბადა, რაც 2022 წლის მონაცემებზე 6,2%-ით ნაკლებია. 2024 წელს საფრანგეთში 663,000 ბავშვი დაიბადა. ეს 2,2%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით და 21,5%-ით ნაკლები 2010 წელთან შედარებით. როგორც კვლევაში ენათქვამი პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ეს მაჩვენებელი ასეთი დაბალი არასოდეს ყოფილა. იგივე ტენდენციაა მთელს ევროპაში. სტატისტიკური მაჩვენებელი, რომლითაც 1,2 ყველაზე მცირეს, ხოლო 1,8 ყველაზე მეტ შობადობას ასახავს, ნიშნავს, რომ ევროპულ ოჯახებს უფრო ხშირად 1, მაქსიმუმ კი 2 შვილი ჰყავთ. და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა. რატომ არის შობადობა ამდენად დაბალი კონტინენტზე, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, განვითარებასთან, ეკონომიკურ სიძლიერესთან და სტაბილურობასთან იყო გაიგივებული? ჯერ კიდევ 2019 წელს ევროკომისიის დაფინანსებით კვლევა ჩატარდა. დემოგრაფიის ექსპერტმა დანიელ ვინიოლიმ 1600 მონაწილე გამოკითხა და უმრავლესობამ შვილების ყველაზე უარი ეკონომიკური სირთულეებით, განსაკუთრებით სამუშაოს ნაკლებობითა და საცხოვრებლის შეზღუდული ხელმისაწვდომობით ახსნა. ჩვენმა შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ ნაყოფიერებაზე გავლენას ახდენს მომავლის გაურკვეველი ნარატივები. 2019 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ევროკავშირში გაზრდილია ეკონომიკური სირთულეებიც. წლების განმავლობაში Deep State-ის მიერ მართული ევრობიუროკრატია თითქოს მიზანმიმართულად აზიანებდა საკუთარ ეკონომიკას, რაც საბოლოოდ სწორედ იმ შედეგებში აისახა, რითაც სიუჟეტი დავიწყეთ, ევროპული მოსახლეობის მკვეთრ შემცირებაში. ევროკავშირის ეკონომიკამ კრიზისების ფონზე ეტაპობრივად დაიწყო შემცირება, რაშიც განსაკუთრებული როლი გერმანიის პოლიტიკამ იქონია.
მცირე რეტროსპექტივა რომ ვნახოთ. გერმანია, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენდა, 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე ყველაზე არაპრაგმატულ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებდა. 2011 წელს ანგელა მერკელმა გერმანიის ატომური ენერგიის ეტაპობრივი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე. შესაბამისად, მთლიანად კავშირსაც პრობლემა შეუქმნა. შემდეგ იყო ომი უკრაინაში. ომი როგორც ახალი შესაძლებლობა გლობალური ომის პარტიისთვის, რაშიც მან მის მიერ მართული ევრობიუროკრატიაც გამოიყენა. უკრაინის ომის დროს ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ცხადყოფს, რომ ისინი ეროვნული ინტერესებით კი არა, გლობალური ომის პარტიის დღის წესრიგით მოქმედებენ. ახალმა კანცლერმა შოლცმა მერკელის პოლიტიკა გააგრძელა და 2023 წელს ქვეყანაში მოქმედი უკანასკნელი 3 ატომური სადგურიც დახურა. პარალელურად კი უკრაინის ომის ფონზე უარი თქვა რუსულ იაპ გაზზე, რომლითაც წლების განმავლობაში გერმანია მეტნაკლებად გაუქმებული ატომური ენერგიის ჩანაცვლებას ახერხებდა. ცხადია, ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო მეტად დააზარალა გერმანული ინდუსტრია, გერმანული ეკონომიკა და საბოლოოდ გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 0%-მდე შემცირდა, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია მოსახლეობაზეც. გერმანიის მოსახლეობაში დაბერების მაჩვენებელი მაღალია, ხოლო მისი სამუშაო ძალა, ანუ ახალგაზრდები მცირდება. ოფიციალური მონაცემებით 2040 წლისთვის გერმანიის სამუშაო ძალა 4.400.000 ადამიანით შემცირდება, რაც გარკვეულწილად დაბალი შობადობის შედეგიცაა. გერმანიაში დაბალი შობადობის მაჩვენებელი სწორედ 2011 წლიდან მისი ეკონომიკური ვარდნის პარალელურად იწყება. ეკონომიკურმა პრობლემებმა არამხოლოდ გერმანიის დემოგრაფიას, არამედ მთლიანად ევროპული კავშირის დემოგრაფიას შეუქმნა პრობლემები. და ამაზე 2024 წლის 10 თებერვალს ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა მარიო დრაგიმაც განაცხადა. We have said many times that growth ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპაში ეკონომიკური ზრდა უკვე დიდი ხანია შენელებულია, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. ბოლო 2 წლის წინანდელ პერიოდამდე ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი საუბარი გვექნებოდა. ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა. გლობალიზაციისგან სარგებელს ვიღებდით, უმუშევრობა სტაბილურად მცირდებოდა, მაგრამ ახლა ვეღარ დავხუჭავთ თვალს რეალობაზე. დავკარგეთ იაფი ენერგიის მთავარი მიმწოდებელი რუსეთი. გარდა ამისა, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპას თავდაცვაზე სერიოზულად ფიქრი უწევს. ამავდროულად მოსახლეობის კლება შეუქცევადია და 2040 წლიდან ყოველწლიურად 2 მილიონი მუშაკი დატოვებს შრომის ბაზარს. ამიტომ ახლა უფრო მეტად გვჭირდება პროდუქტიულობაზე დაყრდნობა, მაგრამ პროდუქტიულობა სუსტია, ძალიან სუსტია. ევროპა არის კონტინენტი, რომლის ფუნდამენტური ღირებულებებია კეთილდღეობა, სამართლიანობა, თავისუფლება, მშვიდობა და დემოკრატია მდგრად სამყაროში და თუ ევროპა ვეღარ უზრუნველყოფს ამ ღირებულებების დაცვას, მაშინ ის არსებობის აზრს დაკარგავს. გარდა ეკონომიკური პრობლემებისა, ევროპის პოპულაციის შემცირებაზე გავლენას ახდენს უკონტროლო მიგრაციაც. Welcome to Germany. Look at these smiles. 2014-2015 წლებში ევროპაში დაახლოებით 2 მილიონი ლტოლვილი შევიდა და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. აქაც Deep State-ს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. მისი არაღად ქცეული სოროსი აფინანსებს აფრიკულ ფონდებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ღარიბი აფრიკელების ევროპაში ზღვით ტრანსპორტირებას. გარდამტეხ მომენტად 2010-იანი წლების მიგრაციის კრიზისი იქცა. Deep State-ის პროვოცირებულმა არაბულმა გაზაფხულმა ევროპაში ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლების უპრეცედენტო რაოდენობის შედინება გამოიწვია. გამოდის, რომ უკვე დეკადებია, რაც ევროპაში განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანები სხვადასხვა კონტინენტიდან ხვდებიან. თავდაპირველად გერმანია, შვედეთი და იტალია იქცნენ მიგრანტების მთავარ სამიზნე ქვეყნებად, რამაც კიდევ უფრო მეტად დააჩქარა დემოგრაფიული ცვლილებები აღნიშნულ ქვეყნებში. გერმანელი ქალების შვილის სკოლის კოეფიციენტი 1.36-დია. როდესაც გერმანიაში მცხოვრები ეთნიკურად არაგერმანელი ქალების შვილის სკოლის კოეფიციენტი 1.88-ს შეადგენს. იგივე სიტუაციაა შვედეთშიც. 2022 წლისთვის შვედი ქალების შვილის სკოლის კოეფიციენტი 1.57 იყო, ხოლო მიგრანტების 1.79. იტალია კი, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით საპოლიციო ძალებით უმკლავდებოდა მის სანაპიროებთან მოსულ მიგრანტებით სავსე ნავებს, ყველაზე დრამატულ მდგომარეობაშია. შობადობა პერმანენტულად იკლებს და 2024 წელს 1.2 ბავშვის ნიშნულს მიაღწია, რაც მნიშვნელოვნად დაბალია, რადგან მოსახლეობის შენარჩუნებისთვის საჭირო მინიმალური კოეფიციენტი 2.1 უნდა იყოს. 2023 წელს იტალიაში სულ 399.890 ბავშვი დაიბადა და მათგან 80.942-ს მიგრაციული ფონი აქვს, ანუ 21.31%-ს.
Guardian-მა ევროპის მოსახლეობის შემცირების ფონზე გამოაქვეყნა კვლევა, სადაც არსებული ტენდენციით ერთ საუკუნეში მოსალოდნელი დემოგრაფიული სურათია მოცემული. Ხედავთ, რომ ევროპის კონტინენტზე ეთნიკურად ევროპელები მკვეთრად შემცირდებიან, ხოლო მათ მიგრანტები ჩაანაცვლებენ და სწორედ მიგრანტების ხარჯზე შეინარჩუნებს ევროპის კონტინენტი მოსახლეობის რაოდენობას, თუმცა ეს ფაქტობრივად ევროპული ცივილიზაციის დასასრულს ნიშნავს. გამოდის, რომ ევროპის კონტინენტზე მოსახლეობის დრამატულად შემცირების ტენდენცია შესაძლოა სამომავლოდ შეჩერდეს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეთნიკურად ევროპელების რაოდენობის კლებად შეჩერდება, არამედ პირიქით. ადამიანები, მათ შორის მეც, რომლებიც დაიბადნენ 50-იანი წლების ბოლოს, 60-იანი წლების დასაწყისში, ქუჩებში, რომელიც თეთრი იყო, ნახეს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს ქუჩები გახდა ძალიან განსხვავებული. მიგრაცია ევროპული საზოგადოების შემცირებაზე მხოლოდ დემოგრაფიული ჩანაცვლებით არ ახდენს გავლენას, არამედ უკონტროლო მიგრაციამ ევროპულ ქვეყნებში გაზარდა კრიმინალის დონეც. გაზრდილი კრიმინალი კი მოსახლეობაში წარსულში არსებულ უსაფრთხოების განცდას ანელებს, რაც შესაძლოა შობადობის შემცირების კიდევ ერთი ფაქტორი იყოს. უკვე აქაც დიდი ქალაქისთვის დამახასიათებელი სიფრთხილე გჭირდება. გატეხილი სახლები, გაძარცვული ადამიანები, ეს შემაშფოთებელია. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2014 წლიდან დანაშაულის და გაუპატიურების მაჩვენებლები მუდმივად იზრდება. ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდა მუსლიმი ბიჭები, რომლებიც თავს დაესხნენ პოლიციის ოფიცერს მანჩესტერში. ჩვენ ვნახეთ მაჩეტიანი ბანდები საუთენდში, ვნახეთ ბრიტანეთის არმიის ოფიცერი, რომელიც დაჭრა დანით ბიჭმა უმცირესობიდან. ჩვენ ვნახეთ უამრავი შემთხვევა და ის იწვევს კითხვას, თუ როგორ საზოგადოებას ვაშენებთ რეალურად. ფართოა შეშფოთება მორღვეულ საზღვრებზე, მასობრივ მიგრაციაზე. მაწუხებს ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკა, ვისაც ფული აქვს მიდის და ვისაც არ აქვს ისინი მოდიან. კრიმინალი გაიზარდა. იმთავითვე ცხადე იყო, განსხვავებული კულტურის, განსხვავებული რელიგიისა და განსხვავებული ცხოვრების სტილის მქონე მიგრანტებს ევროპულ ცივილიზაციაში ინტეგრირება გაუჭირდებოდათ. პარალელურად მიგრანტების მიმღებ ხელისუფლებას მოუწევდა მათი საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც გაზრდილ ხარჯებთან ერთად გაზრდილ საფრთხესაც ნიშნავდა. ასეც მოხდა. უკონტროლო მიგრაციამ ევროპული ქვეყნები ქაოსში ჩაძირა, მოიმატა კრიმინალმა, ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებებმა, შემცირდა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება და პროტესტებმა ძალადობრივი სახე მიიღო. ეს ხდება მთელს დასავლეთ ევროპაში და ელიტები ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ მათი მასობრივი მულტიკულტურიზმის პოლიტიკა, რომელიც არავის სურს და არავის უნდოდა, კარგი იყო. ეს ხომ წინასწარვე მოსალოდნელი იყო. მაშინ რამ მიიყვანა ევროკავშირი მსგავს გადაწყვეტილებამდე? როდესაც Deep State-მა ფინანსური მხარდაჭერით ევროპაში გააძლიერა ფსევდოლიბერალური საზოგადოება და პოლიტიკური ლიდერშიპი, გაცილებით გამარტივდა ისეთი ცნებების ტრენდად ქცევა, როგორიც ეგრეთ წოდებული მულტიკულტურალიზმია. სწორედ მულტიკულტურალიზმისა და ლიბერალური ჰუმანურობის სახელით შეიფუთა ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკა, რომელიც დროთა განმავლობაში უკონტროლო გახდა. მაგალითად, გერმანიაში 2016 წელს საახალწლო თავდასხმების შედეგად კიოლნში ასობით ქალის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. Of 20 or 30 men that just surrounded us. They touched us everywhere they could. მოწმეები ყვებოდნენ, რომ 20-30 კაციანი ჯგუფები მათ ალყაში აქცევდნენ და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ეხებოდნენ. დაზარალებულების თქმით, თავდამსხმელები არაბული და ჩრდილოეთ აფრიკული გარეგნობის იყვნენ. მაგალითად, შვედეთი, რომელსაც 10 წლის წინ ევროპაში იარაღით ჩადენილი დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა. ახლა კი ამ კატეგორიაში ისინი მეორე ადგილზე არიან. სტოკჰოლმში იარაღით ძალადობის მაჩვენებელი ლონდონთან შედარებით 30-ჯერ მეტია. სტოკჰოლმის მოსახლეობა კი ლონდონის მოსახლეობაზე თითქმის 8-ჯერ ნაკლები. ქვეყანა ჩაფლულია ბანდების ომში, რომელსაც თითქმის მთლიანად მიგრანტები მართავენ. Violent clashes. Sweden's gang war is in a series of explosions linked to a gang war. სირთულეებია ბრიტანეთშიც. რამდენიმე თვის წინ მთელი ქვეყანა ქაოსმა მოიცვა მას შემდეგ, რაც მიგრანტების ოჯახში დაბადებულმა 17 წლის აქსელ რუდაკაბანამ, 6 წლის ბიბი კინგი, 7 წლის ელის დოტი და 9 წლის ალის დე სილვა მოკლა. მიგრანტების მიერ შექმნილმა ქაოსმა არაერთხელ მოიცვა ნიდერლანდებიც. ამსტერდამის ქუჩები ბოლო დროს ხშირად ემსგავსება ფრონტის ხაზს.
I was grown up. ეს საშინელი სურათი მე ვნახე იმ მხარეში, სადაც გავიზარდე. ეს საშინელება საფრთხის შემცველია და ძალიან მღელავ. არ ვიცი რა მოხდება. მე ვახშმამდე ვცდილობ სახლს შემივიდე. არ მინდა გვიანობამდე გარეთ შემოვჩე, რადგან არ ვიცი რა მოხდება. I don't know what happens today. ჩემი ქმარი პოლიციელია. ბერლინის მაგალითზე შემიძლია ცალსახად გითხრათ. სტატისტიკაც ამას ადასტურებს. კრიმინალი ძალიან გაზრდილია. სამყაროში, სადაც ყოველდღე გვიწევს ცხოვრება, ბევრი დანაშაულია. განსაკუთრებით ბოლო წლებში გაზრდილია თავდასხმები როგორც პარიზში, ასევე გარეუბნებში. But there's a bigger story here. სამიდან ერთი ბავშვი უჩნდებათ იმ ქალებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში დაიბადნენ. ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით ინდოელი დედები პირველ ადგილზე გავიდნენ, შემდგომ მოდიან პაკისტანელები, ავღანელები და ბანგლადეშელები, ასევე პირველ ათეულში შედიან. მე მგონი ზედმეტად მარტივად ვანიჭებთ ჩვენს პასპორტს უცხოელებს. სამწუხაროდ ახლა ბრიტანეთში დემოგრაფიული და კულტურული ცვლილებები შეუქცევადია. ჩვენი პოლიტიკური კლასი დიდ ბრიტანეთს არა კულტურის მქონე ქვეყნად, არამედ უბრალოდ მიწის ნაკვეთად განიხილავს, რომელზეც გარკვეული ადამიანები არიან დასახლებული. ვფიქრობ მალე გარეთ გასვლისას ვერც კი მიხვდებით თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით სინამდვილეში. ჩვენი მოსახლეობა დაბერებას განიცდის. სამუშაო ძალის მქონე კლასი მცირდება და ერი აღარ მრავლდება. ეს უდიდესი პრობლემაა და არც ერთი მთავრობა არ ცდილობს მის მოგვარებას. ჩვენ უფრო მეტოჯახზე ორიენტირებული პროგრამები გვჭირდება, რათა ხალხს შვილების ყოლის მოტივაცია მივცეთ. შედეგად სულაც არ არის გასაკვირი, რომ ევროპის კონტინენტზე ყველაზე დაბალი შობადობაა. მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდის კლებასთან ერთად შიში იმატებს და საბოლოოდ დროთა განმავლობაში შედეგი მის შემცირებაში ისახება. მაგრამ არის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არ უნდა გამოგრჩეს, როდესაც ევროპის მოსახლეობის შემცირებაზე ვსაუბრობთ. LGBT პროპაგანდა. Deep State-ის კიდევ ერთი და მძლავრი იარაღი ევროპის წინააღმდეგ. თუ გარედან ხელოვნურად პროვოცირებული ომები და კრიზისები ევროპის ეკონომიკურ არასტაბილურობას იწვევს. ასევე გარედან თავს მოხვეული უკონტროლო მიგრაცია შიშს, კრიმინალის ზრდას, ეთნიკური უნიკალურობის მოშლას და დემოგრაფიულ ჩანაცვლებას, LGBT პროპაგანდა ანგრევს ქრისტიანობაზე დაფუძნებულ კულტურას, ღირებულებებსა და ცხოვრების წესს, რომელიც ევროპის განვითარების უმთავრეს საყრდენს წარმოადგენდა, რაც თავის მხრივ გარკვეულწილად ზემოქმედებს შობადობაზეც. კერძოდ, Deep State-ის მიერ მართულმა ევრობიუროკრატიამ LGBT თემა მის ერთ-ერთ პრიორიტეტადაც კი აქცია. არ მოვისვენებ, როდესაც საქმე თანასწორობის კავშირის მშენებლობას ეხება, გაერთიანებას, სადაც შეძლებთ იყოთ ის, ვინც ხართ და გიყვარდეთ, ვინც გინდათ, რადგან იყოთ ის, ვინც გინდათ, არაა იდეოლოგია, ესაა იდენტობა. კომისია მალე გაგაცნობთ სტრატეგიას LGBT უფლებების გასაძლიერებლად. შედეგად 2023 წელს იტალიაში რეგისტრირდა 3019 ერთნაირსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობა, რაც 7.3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. საფრანგეთის დემოგრაფიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საფრანგეთში 2013 წლიდან მოყოლებული 2022 წლამდე 70,000-ზე მეტი ერთნაირსქესიანი წყვილი დაქორწინდა. 2022 წლისთვის დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 217,000 ერთნაირსქესიანი ოჯახი ფიქსირდებოდა. ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით კი 2017 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, გერმანიაში სულ 85,853 ერთნაირსქესიანი ქორწინება შედგა. ალბათ დამატებითი განმარტება არ სჭირდება, რომ ერთნაირსქესიანი წყვილები შობადობის ზრდას ხელს ვერ შეუწყობენ. ეს უბრალოდ ბუნების კანონს ეწინააღმდეგება. ქორწინების მონაცემები, რაზეც ვისაუბრეთ, LGBT პროპაგანდის ზრდის შედეგია. LGBT პროპაგანდა კი თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური დღისწესრიგის შემადგენელი ნაწილი. ამ იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს კი ქრისტიანული კულტურა წარმოადგენს, რომელიც ევროპის იდენტობის ნაწილი იყო. შესაბამისად, Deep State-ის მიზანია ამოიძირკოს ევროპული ცივილიზაციის ფუნდამენტი და მას პირდაპირი კავშირი აქვს შობადობის შემცირებასთანაც. კერძოდ LGBT პროპაგანდის საპირწონედ, რომლის შედეგადაც იმატებს არატრადიციული ოჯახები, ქრისტიანობა რადიკალურად განსხვავებულ ცხოვრების წესს ქადაგებს. შემთხვევითი არ არის, რომ დასავლელი ბავშვების მთელი თაობა იზრდება ქრისტიანობის ყოველგვარი ცოდნის გარეშე. დასავლური ცივილიზაცია კი სრულიად ქრისტიანობის შვილია და ის რაც ჩვენ რეალურად მოგწონს დასავლურ ცივილიზაციაში, მოდის არა ქრისტიანობის უარყოფით, არამედ ქრისტიანობიდან. გკითხეთ თქვენს თავს, რამდენი ფილმი ან სატელევიზიო შოუ გინახავთ, სადაც ქრისტიანობა დადებითად არის წარმოჩენილი. Deep State-ის დოქტრინის მთავარი არსიც იმაშია, რომ შექმნას ღირებულებებისგან დაცლილი, ტრადიციებისგან გათავისუფლებული და მორალისგან სტერილიზებული საზოგადოება, რომლის მართვაც და მანიპულირებაც ძალიან მარტივდება. ამგვარი საზოგადოებისთვის ავტორიტეტებიც იცვლება.
მაგალითისთვის 1986 წელს ფრანგების 91%-მა მოიხსენია თავი კათოლიკედ, ხოლო 2020 წელს ეს მაჩვენებელი 47%-მდე შემცირდა. შვედეთში 1972 წელს მოსახლეობის 95.2% მიიჩნევდა თავს ეკლესიის მრევლად, ხოლო 2023 წელს ეს მაჩვენებელი 52.1%-მდე დაეცა. იტალიაში თუ 1990-იან წლებში მოსახლეობის 90% აიდენტიფიცირებდა თავს ქრისტიანად, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 20%-ით შემცირდა და 70%-ს შეადგენს. გერმანიაში 1990-იან წლებში მოსახლეობის 60% ამბობდა, რომ ქრისტიანია, 2020 წელს კი მხოლოდ 40%. დიდ ბრიტანეთში 1990-იან წლებში 70% ქრისტიანად მიიჩნევდა თავს, ძირითადად ანგლიკანები და კათოლიკეები. 2020 წელს კი მხოლოდ 40%-მა თქვა, რომ ქრისტიანია. ეს თავის მხრივ ცვლის ცხოვრების წესსაც. ის რომ ეკლესია როგორც ავტორიტეტი ფაქტობრივად უქმდება ევროპაში, გარკვეულწილად შესაძლოა იწვევდეს შობადობის შემცირებასაც. და ეს ორი თემა, რომ ერთმანეთთან კავშირშია, საქართველოს მაგალითიც ადასტურებს. პატრიარქის ინიციატივამ, რის მიხედვითაც ის ყოველ მესამე ბავშვს მონათლავდა, მკვეთრად გაზარდა შობადობის მაჩვენებელი საქართველოში, რამაც მსოფლიოც კი გააოცა და ეს ფაქტი ილონ მასკის X-ზეც კი მოხვდა. სადაც ვკითხულობთ. მშვენიერი ახალი ნაშრომი გვაჩვენებს, როგორ გამოიწვია წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ დაქორწინებულ ქართველ მართლმადიდებელ წყვილებში შობადობის 42%-ით ზრდა და მესამე მშობიარობის 100%-ით ზრდა. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ აამაღლონ ერების ნაყოფიერება. კულტურული ლიდერი, იგივეა რაც ავტორიტეტი და ამ შემთხვევაში იგულისხმება ილია მეორე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ეს კარგი მაგალითია თუ როგორ შეიძლება ქრისტიანული ღირებულებებისადმი ერთგულებამ დადებითი გავლენა იქონიოს შობადობის ზრდაზეც. მაგრამ როგორც ფაქტები მეტყველებს, ქრისტიანულ ღირებულებებს მკვეთრად დაშორებულ ევროპას მსგავსი პრაქტიკის გამეორება ალბათ ძალიან გაუჭირდება. ჩვენ გვინდა რომ ყველას ჰქონდეს რელიგიური თავისუფლება ჩვენი თავის გარდა. ჩვენ გვინდა ყველას ტრადიცია ვადიდოთ ჩვენის გარდა და ჩვენ გვინდა რომ ხელი შევუწყოთ ყველას რწმენას გარდა იმისა, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. ეს სიგიჟია. ასე რომ, როდესაც ევროპის კონტინენტზე მოსახლეობის შემცირების შესახებ ინფორმაციას ვიგებთ, კიდევ ერთხელ ვწმუნდებით, როგორი დამანგრეველი შედეგები აქვს Deep States და რამდენად დრამატულად ჩანს მის უპირობო მორჩილებაში მყოფი ქვეყნების მომავალი. გლობალური Deep State-ის მიერ 2000-იანი წლების დასაწყისიდან წარმოებული ევროკავშირის დასუსტების პოლიტიკის შედეგები სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. სუვერენიტეტის დაკარგვით დაწყებულ პროცესს ევროპის ტერიტორიაზე LGBT პროპაგანდის გავრცელება მოჰყვა, რომელსაც თან დაერთო უკონტროლო მიგრაცია და მოსახლეობის ჩანაცვლების პროცესი, ომი ევროპის კონტინენტზე და ეკონომიკური კრიზისი. ამ ყველაფერმა ისეთ შეუქცევად პროცესს დაუდო სათავე, როგორიცაა ევროპის მოსახლეობის შემცირება. თუმცა ალბათ ეს შედეგი გასაკვირის არ უნდა იყოს. ქვეყნებში, სადაც მოქალაქეები საკუთარ ბედს თავად ვერ განსაზღვრავენ და მომავალიც ბუნდოვანია, ბუნებრივია იქ მოსახლეობის შემცირება ლოგიკური შედეგია. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.